დილამშვიდობის როგორ ახართ? ეხლა არის ჩემთან ზუსტად 11:15 წუთი მივდივარ აფთიაქში. ბებოს უნდა წამალი. მოგიკითხავთ დიდი სიტყვით და სიყვარულით შემოკარგებო. მადლობა. გამომწერები კიდევ რამდენიმე დამემატა დილას რო ვიყავ შესული. ვნახე ასევე წავიკითხე თქვენი კომენტარები და უღრმეს მადლობა ყველას ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის ჩემთამი. ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეს. და სიგრილეს, რაც ყველაზე მთავარია ამ ეტაპზე. დღეს საბერძნეთში გრილიანი გვაქვს, არც ხელა ძალიან. უყიდებო ბებოს წამალი, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას გეცნობს წამალი. ვინც იყენებთ. თქვენ რა შვებით შემოკარგებო. როგორი ამინდი გაქვთ? არა გრილდა თქვენსკენ? ეხლა სხვა გზით წამოვედი, ვიყავი აფთიაქში, როგორც უკვე გითხარით, ვყიდა წამალი. და ბრუნდები სახლში. თუმცა მანამდე მაღაზიაში მინდა გავიარო, სხვა გზით წამოვედი. რაღაც მინდა რომ ვიყიდო. და მე ბრუნდები სამსახურში. ფებრუარის მარტო, მაგრამ არაფერი არ მოვა. ესეთი არაფერი არ სჭირს, რომ ცოტა ხნით მარტო ვერ დარჩეს. სხვა ისეთი ჩემსკენ რა ხდება, ხო? მოკლედ გუშინდელ თემას გავაგრძელებ, უბრალოდ გუშინდელ ვიდეოს გაგრძელება იქნება დღეს. უტაქტო კითხვები, ანუ რაც დავაწერე გუშინ ჩემს ვლოგს. კიდევ დამავიწყდა უტაქტო კითხვებში რა შედის. და უფრო მინდა რომ ესე განვმარტო, იმიტომ რომ გუშინდელ ვლოგში ბევრი ვერ ვისაუბრე, იმიტომ რომ გვიან მომიწია ვლოგის ჩაწერა, იმიტომ რომ ვერ მოვიცალე. უტაქტო კითხვები კიდევ არის ის, რომ ჩემი აზრით გეკითხებიან პირადზე, როცა შენ არ გსურს საუბარი და მაინც ესე რომ თქვად ჩაგეკითხებიან ხოლმე. არა მხოლოდ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და რა ვიცი კიდევ რამდენჯერ. ხო და როცა ადამიანს არ სურს თუნდაც სიტყვაზე პირობითად პირადზე ისაუბროს, იქ შენ ესე რომ თქვათ წიხლი არ უნდა აჭირო მაზურზე, იმიტომ რომ არავინ არ ვიცით, არავინ არ იცის რა გამოიარა და ასე შემდეგ, თუნდაც თავის პირადზე. მოკლედ, უტაქტო კითხვები არის კიდევ ძალიან ბევრი და მოგიყვანთ მაგის მაგალითსაც. მოვედი მაღაზიაში, ახლა შევა და მე გავაგრძელოთ ეს თემა. დაბრუნდი. მოვედი. ბებოს მივცემ წამალს. რაც უნდოდა მთლადის წამალი არ იყო. მაგრამ იყო მსგავსი ის წამალი, რომელიც უნდოდა ბებოს. ანუ მითხრა გაყიდველმა, რომ ფარმაცევტმა უბრალოდ რომ აღარ არსებობსო. მოვედი სამსახურში. მოკლედ ეს სათვალე ვინმეს შეიძლება გეგონოთ მხედველობის, მაგრამ გეტყვით რომ არ არის მხედველობასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე მაქვს, ღმერთის წყალობით, ნორმალურად, ანუ კარგად ვხედავ. ეს არის უბრალოდ აქსესუარი, მეტი არაფერი. მოვედი, გამოვიცვალე და მიუტანე ბებოს წამალი, წავუსვი. და ეხლა ისე დამცხა გარეთ რო გავედი, რო ვიარე ბევრი, კოკაკოლას მივირთმა. გაგვიმარჯოს. თავი გავეგრილო,
ხო და მაგას გეუბნებოდით, რომ ბევრი რომ ვიარე, თან ვარჯიშიც ჩამეთვალა, დამცხა და კოკაკოლა დავისხი, რომ ცოტა გავიგრილო თავი. ანუ იმ თემას გავაგრძელე წეღან დილას რაზეც დავიწყე, ანუ უტაქტობა. რა ვიცი, უტაქტოდ მე პირადად ბევრი კითხვის დასმა მიმაჩნია. პირად ურთიერთობაზე თუნდაც როცა ეკითხები ადამიანს, ამით უმეტეს შენთვის უცნობ ადამიანს, ეს მიმაჩნია უტაქტობად. როგორც უკვე გითხარით, ხელფასზეც, როცა გეკითხებიან, რომ ხელფასი რამდენი გაქვს, ესაც რა თქმა უნდა არის უტაქტობა, თანაც ძალიან დიდი. რა ვიცი, მე პირადად არავის არ ვეკითხები. უცხოს კი არა ხალხო, საერთოდ ჩემიანსაც კი არ ვეკითხები. არ ვიცი, ხა შეიძლება ვიღაცამ არ დამიჯეროთ, მაგრამ მე მსგავს კითხვას თუ რამდენი აქვს ადამიანს ხელფასი, არასდროს არ ვკითხულობ. არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემი მეგობარი იქნება, ჩემი ოჯახის წევრი იქნება თუ ვინმე უბრალოდ ნაცნობი, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ეხლა თავისით ადამიანი თუ რაღაცას იტყვის და მოაყოლებს, რომ აი ამდენი მაქვს ხელფასი, ეგ არის სხვა, მაგრამ ესე რომ მე მივიდე და პირდაპირ უთხრა და ვკითხო, რომ რამდენი აქვს ხელფასი, რა ჩემი საქმეა. არავის არ უძრობი არასდროს მართლა ჭიბეში და ძალიან გთხოვთ, ზოგ-ზოგი ერთებს გეუბნებით, რა თქმა უნდა, ყველას არ გულისხმობ. არიან, რა თქმა უნდა, შეგნებული ხალხიც და ეგ ძალიან მახარებს ეგ ფაქტი. მე გეუბნებით იმათ, ვინც აი ესემს უტაქტო კითხვებს სვავთ, თუნდაც აქ YouTube-ზე, თუნდაც ისე მეკითხებით, რომ რამდენი მაქვს ხელფასი, რა თქმა უნდა, არ გიპასუხებთ, ეს არის ჩემი უფლება, ჩემი სამსახური და ჩემი ხელფასი და რა ვიცი, ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება, რომელსაც აი ესეთ ხალხს არ გაქვთ უფლება, რომ თუნდაც კითხვა დამისვათ. თუ სიტყვაზე მე მინდა თქვა, მე თვითონ მოვალ და გეტყვი, თუ არ თქვი საჭიროდ რომ გითხრათ და ვჩუმდები თქვენ დასმულ კითხვაზე, ესე იგი უნდა მიხვდეთ, რომ კითხვისგან თავს ვიკავებ და მეორე და მესამედ როცა შემეკითხებით, აუცილებლად გიპასუხებთ ისეთ პასუხს, როგორცაც იმსახურებთ. პირველად გაგიტარებთ და მეორედ უკვე აღარ. ასე რომ არ არის რა ლამაზი. ახლა მე რომ თქვენ არ მოვიდე და გკითხოთ რამდენი გაქვთ ხელფასი. ჯერ ჩემ თავს არ ვაკადრებ მაგას, რომ მე კითხვა ვინმეს დავუსვა საერთოდ ან რაში მაინტერესებს საერთოდ ვის რამდენი აქვს ხელფასი. საერთოდ არ ვინტერესდები მე პირადად ეგეთი რაღაცები, თუნდაც პირადი ურთიერთობით არასდროს არ ვინტერესდები. ადამიანმა ხა სიტყვაზე ჩემმა მეგობარმა თუ თავისით რაღაც მომიყვა თავისი პირადზე და თავის ხელფასზე, ეგ არის სხვა. კიდევ ვიმეორებ და ახლა მე რო ვკითხო, ეგ არის სხვა. მე არასდროს არავის არ ვეკითხები, არაფერს. ზედმეტი კითხვები არ მეყვარს, ესე რომ ვთქვათ. ვინც მიცნობთ პირადად, იმათ გეცოდინებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფერს მათ თქვენ გეუბნებით, ვინც არ მიცნობთ პირადად. მე არ მიყვარს ზედმეტი საუბარი, ზედმეტი კითხვები. და ძალიან გთხოვთ, რომ თქვენც თავი შეიკავოთ ზედმეტი კითხვებისგან. მოკლედ შემოკარგებო, აქ დავასრულებ ამ vlogs, ეხლაც აგიტურთავთ, მივაბავ იმ წინა გუშინდელ ვიდეოს და დღესაც დაიდება vlogi. ეს პატარა იქნება, მაგრამ არ აღუშავს. იმ თემებზე მინდოდა უბრალოდ საუბარ და გაგრძელება უტაქტობაზე, ასე რომ ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეს. დროებით გემშვიდობებით.